ელექტროგადამცემი ქსელის გაუმჯობესების პროექტის განსახორციელებლად მსოფლიო ბანკი საქართველოს მთავრობას 60 მილიონი დოლარის ფინანსურ რესურსს გამოუყოფს. შეთანხმებას ხელი ფინანსთა სამინისტროში უკვე მოეწერა. პროექტის ფარგლებში ახალციხიდან ბათუმამდე მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა იგეგმება. პროექტს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა განახორციელებს. პირველი 10 წელი არის შეღავათიანი პერიოდი, ძალიან დაბალი საპროცენტო განაკვეთით აღნიშნული თანხა მოხმარდება ბათუმი ახალციხის გადამცემი ხაზის მშენებლობას. და ეს უდაოდ ხელს შეუწყობს როგორც საქართველოში ელექტროენერგიის მომარაგების გაუმჯობესებას, ენერგოდამოუკიდებლობის და ისე ჭარბი ენერგიის თურქეთში და შემდგომ ევროკავშირში ექსპორტის ძალიან კარგი შესაძლებლობა იქნება. ეს არის ახალი ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობა ბათუმი ახალციხე, რომელიც იქნება 220 კილოვატიანი მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზები. მოგესალმებით, ენერგეტიკა არის ერთ-ერთი წამყვანი დარგი ჩვენს ქვეყანაში და ჩვენ ძალიან ბევრი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საქართველო ახლოს მომავალში გახდეს ენერგეტიკულად დამოუკიდებელი ქვეყანა. მსოფლიო ბანკის მიერ გამოყოფილი კრედიტი ძირითადად გამოყენებული იქნება ენერგოსისტემის გაძლიერების პროექტის დაფინანსებისთვის. ეს პროექტი ითვალისწინებს 3 კომპონენტს, მათ შორის გადამცემი სისტემის გაუმჯობესებას ბათუმისა და ახალციხის ენერგოსისტემების დაკავშირებით. ასევე უნდა გაუმჯობესდეს ენერგოვაჭრობა ქვეყნის შიგნით და გარეთ. მესამე კომპონენტი კი მთლიანად კომპანიის შესაძლებლობების გაზრდას გულისხმობს.